მოვაცურეთ, მოვედით როგორც იქნა აქამდე. ხო. საღამოში დობის როგორ ადგანა. მოდი ნინო ეგ უკან დაჭიქი. მოდი აი. თან გამოჩდე. ბარბარე შენ. ორი წამი შევიკრა. შორე შენ ხმარ გავიკუდა მაცად. ილანდელი გაწეწილი დავდივა. ესე იგი მოდი ჩემო სიცოცხლე მოიყო. მოიკა. გოგო, ბიჭო, კურტოვი გიჩა. ჩემო პატარა, ჩემო სიხარი, ეგ არა მანდარა ეგ იყოს. ესე იგი ბარბარიმ უარი გვითხრა, ეს არის ბაზრობის ტავარი მოვიდა მოკლედ, სადაც. გოგო, დაწეცი. ბარბარიმ არ მინდაო ესაო. ბალიშს წამოვიღებ მეო. ხო და რა ვიცი, ძინა თუ მოიდგებს ამას მივცემ მე ბარბარეს. რაღაცა ისა სიამოვნო ბუკაი. თავისი ნენელა რო არის. მეც მაგდამოქცე. ხო და ანუ ნინო მუთხარ ერთი ხომა აქვსო და ვათხოვებ, მაგრამ არ ინდომა აიდან, თავი დედა იყოს კარგად. ძვირ ხაცად. ნუ მოკლედ, ერთია ჩემი, ეს არ გინდა. ერთია იოანესი, იგივე. და თან თქვათ რა ვიყიდეთ არა, რა მივეცით. ამაში მივეცით 12 ლარები. ეს პარკი გამოგვადგება, პარკად. ეს ვიყიდე სულ რომ ავიწყდება, მაგიდის გადასახარებელი, თეთრ ფერში რა თქმა უნდა. ეხლა გადავაფაროთ. ესეც თვალის ზომით ვიყიდეთ, მე მგონი რომ კარგად ექნება. გადავაკარეთ. არ ჩახვიდე მაგიდაზე ყავა მიდგა. ჩადიჩქა. კროქსები. აუ ბარბარე, აბა წადი და ჩემი კროქსები რო დევწვალეები, დაბალი სუსუ დაბლა საუთოებელ მაგიდის ქვეშ სინიროა. ხაროები. არავის არ ვაჩუქებ დავტოვებ რა, არის მე ჩაიცნე მომავალ წელს ჩაიცნე რა ამბობ. მეურა. მარწყვები და ბანწიკები და მე ისინი აქვს. ხო დაწოვე. ჰა? ამოთხრილი არა ისა. მოკლედ კარგად მაქვს ახლა ხო ჩავიცვი და ავიშვე ფეხებს რო და ხერა კარგად მაქვს მეთქი. მტრიანი ამას მივწმედ მოუწმენდა. რაღაცნაირი ორმაგია. კაი მაღალი ძირი აქვს რა. წასვლისას ჩავიცვე მთელი ის მექნება ანუ ჩაცმული რა. აბა ჩაიცვი ანუ ზდიდები ჩას, მაგრამ შეიძლება მომავალ წელს გქონდეს. ჩაყავი ფეხი რო. დაბლა. დიდი გექნება შვილო, ახალი ამბავ დიდიაო. ესეც ეგ შეიძლება ისევ შეიტანო. ვაიმე ნახეთ რა მხელა არის. ეს რა თუნდა? ეს რა თქმა უნდა. ხო, მასწავლა ამის ისაო, ეს კაი დიდი პარკია, ამასაც გამოვიყენებ, ჩვენ პარკებს არ ვახდებ. დაიცა ჩამოვიწვიყა. მასწავლა ამისი ჩაკეტვა. არავის უნდა ჩაუკეტო იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ ვართ. ვიღაცას თუ ამის გახსნა და გატეხვა მოუნდება, ისედაც გატეხებ და იმას იწევს. აი ეს არის რომ დაისაქნა, დაკეცა, მიკეცა, მოკეცა, არაფერი არ მოვა, მიგეშინიათო საერთოდ. და რავი, გაისაქნა რა. მოგეჭარო იტყვია. ხო და მოდი ახლა დავდოთ ეს აქ. მე როგორ უნდა არის წაღვა თუ ყურმა და დავდე. ნინო მიდის ის ცოტა ისე მოაბრუნე რა. აქ. ქართულად და რო შეიძლება შეგაგაწევს. ბაბა და დედა გენაცვალს. გამოწი გოგო ცოტა, სად გააბ. აი კი კაი. ანუ მას გადავწევ რა. ნახოთ რა ვიყიდეთ. ნახოთ რამდენი დროს იყიდა ეს კიდე. კაი ფარტია, ნინო ეს თავისუფლად შევიძლია ვიცი შეგაპაროს. არა. ვერას იტყვით.
აქ მართლა დიდი არაფერი არ მიყიდია ისეთი. არ გვინდა მაგერი. სიტყვაზე მენდეთ აქ ტრუსიკი და მაიკებია. ვაიმე, მე ამ ნასკებში ფული მივეცი. სუჯანი დამადნა. ეს შენებია. 20 ლარი მივეცი 12 წუთში უმაჟრიალებდა. 20 ლარი. 20. კეფცები სადღაც 200 ლარით რო წახვიდე და გჭირდებოდეს მარტო ნასკები, ტრუსიკები, მაიკები და ეგეთი რაღაცები. არ გეყობ. და მოხვალ სახში ერთი ლეწო პარკით და იტყვი რომ რა ვიყიდე. რაც არაფერი. ხო, ყველაზე მთავარი კიდე. რასაც ვიყიდი ხოლმე ნასკებს. მე იონესთვის ლაშამაც იყიდა თავისთვის ეგენი და ყველაზე საშინელი მომენტია რომ გავრეცხავ და დავფენ მერევა რომელისა და ეს ჩემთან რატოდებ, ეს იმისია, ეს ამ ჩემი არის და იქ რატოდებ. ხო და მეთქი სხვადასხვა იყიდეთ აღაშები ძლია უკვე. მომაცელა. კალგოტკა. აბა მანახი გაზომე. ვაიმე ნეტამც არ მინდა რა, რო ის თქვა, ეხა ეს არაო. შავი კალგოტკა მინდაო, თხელი ოღონდ კანი უარ ეტყობოდესო. ზუსტად ეგე სიტყვით გადავეცი იმ ხალხს, ჯერ კი მითხრა შევერახა კარგათაო. არ მითხრა, წარმოიდგინე. აუ უთათებო მეგონა და მეთქი ხა ჩავარ ბეინე. წავა გაჭიმე ცოტა. რა ვიცი, შვილო ეს რომ მოინდომოს, გამამიდამაც მამიდაც ჩაიცვე. მოდი რა. შორტი ვიყიდე. რომელსაც მე იონეს მივცე, ეს ვიყიდე თუ მომეპრიანა და ჩემი აუსთან და ზღვასთან დამოკიდებულება, იცით როგორ მიყვარს ვიждები და თუ მომიწია ჩასვლა შორტი მაქვს. მე ესე უბედურად ორი ნასკი ვიყიდე. ორი ნასკი ესა დავკარგო. არა, მე მგონი სამი მყარა. ეს ის კამარი არის, რომ გავხრიტოთ. გავხრიტოთო. წეღა რო გითხარით ვიდეოში რა ეს კამარი. დამავიწყდა. რა არის? ნასკებია? ნასკები როგორ უხარია შვილო. ეს არის ფეხბურთისები, წვანები არ არსებობს. ხო და ეს ჩაიცვი ხოლმე სკოლაში შვილო რომ ხშირად არ გავრეცხო? ეს არის ფეხბურთისები. ნასკებია ფეხბურთისა შვილო, რა ვქნა უნდოდა და რა გავაკეთე. ნამდვილად პარკი დაგვიგროვდა. ხო, ესა იონეს რო ბაიკი შორტები აქვს, მსგავსი ნახე გრძელი სტილის და ესეც ავიკიდე და მოვუტანე. კაი შორტია. 20 ლარი მივეცი. შოპარტიდის ხავალი. ხო, ხელში მეჭირა და ჩავაგდე, იქ ვარ დავაგდები, რაც ხელში მეჭირა ხოლმე თან მომაქვს. ანუ იქ ბუნკერები და რა ვიცი არ შემხვედრია იქა და თუ რაღაცას ვიყიდი ხოლმე და რამე მაქვს ხოლმე ან ხელში იმას ეგრევე სახში მომაქვს. არ მოგწონს? ჩემია? არა, მამა ჩემისაა და ისა შედაიჭი ჩაუტანე. აბა დიდი ჩაიცი. ამაზე მითხრა რომ ფულს ვერ დაგიბრუნებ უკან თუ კარგად არ ექნებათ ზომაში შეგეცვლი. არ მინდა დაბლა რო დავაგდო რა, რომ არის თუ შესაძლებელი იქნება ორშაბათს ჩავიტან. აი პარკში ისე. დადგი? იმაზე დადგი. მოკარგად. კარგად, ესე იგი, კაი თვალები მქონია რა, ანუ ისევ შემიძლია. 39-ი ეწერია. 36 აქვს ფეხი და ამას აწერია 39. იმიტომ ვამბობ, რომ არასოდეს არ ვყიდულობ იმით. ზომები. ანალოგიურად ვიყიდე ესენით. იონეს პროქსები 44-45, როდესაც ფეხი აქვს 41-42. ხო და ეს ძალიან რბილებია, აი ისეთი რბილია რომ რა იყოს. იმას ხო ჩაიცნო? ხო. აღარ ეწევა. ეს კაი პარტია სხვათა შორის.
მაგრამ იყოს ჯერ ეს არ გადავაგდოთ. ამაში იყო ეს სადაც უიონეს არ ექნება კარგად. მოკლედ გამოცვლა შეიძლებაო რა. და ეს სუსტები კიდე. იოანეს. მილანო ამის სუნი როგორ მიყვარს. ძალიან. მოკლედ მორჩა. ბარბა თუ გინდა მე ცოჩი. ვიდეოი. აი ესა და ეგ პარკი იყო სანამ იოანე მოვა. ოი ჩანთაში მიჯო. მორჩა. ეს რა ქონია ნახეთ. რა კაი რამეა, აქ რო ჩაალაგებ. მე ამას შეკრავს მეიკი. იმ ძველ ჩემოდა არა. ჰა? არა აქ იმ ძველ. მე აქ ჩაალაგებ. ბადია. მე ზემოდან დაალაგებ. ანუ მე უკვე მართლად გავხს. არა, კარგი გავხს ეს ძირი ყოფილი. კაცა. ეს ძირი ყოფილი. არა, ეგ ის არის. არ არის ძირი, ზედა არის. ზედა როგორ არის? ამაში რომ უნდა ჩაალაგო, რა უნდა როგორ უნდა ჩაალაგო? უნდა დაადო. და როგორ უნდა შეკრა? იმას შესაკვირველი აქვს. აბა. გოგო, აქათაც უნდა ჩაალაგო, აქათაც და მე ერთმანეთს დაამხო ზედა. ვიცი. აი მე ვიყეთ შემოვიდა უკვე რა. კადი ეგენი გაისინჯი. კლიანობაში. ნინო. აჰა შენ ესენი. იქ ჩაიტანე ხო ჩვენ, ხო იქ სადაც. კლიანობაში კარგად ვივაჭრეთ და სწრაფად ვივაჭრეთ სხვათაშორის. ჩვენივრად იმ საშუალო ჩემოდანს ისევ მირჩევი 5 ლარში იყო განსხვავება 80 ლარად ეს მომცეს 75 ლარი ღირდა ამის საშუალო ხო და აი ამან აქნა რაც აქ რა ხო უფრო ბევრი რამე ჩამეტევა და ავდექი და ეს რა ქვია ვიყიდე ეს რა აბა გამოვაღვარ ძალიან სასიამოვნოა დადის. ისა რაღაცა დამრჩა კიდე, ნინო ახდიმავე ბაგაჟნიკში. მან ჩავდე. მე მგონი. რა დამრჩა? თავშე დაეჭეს ხა და გოგო გამოდი 1000 არ დაგეცეს. ხილად დააფარე. მოდი ახლა შენც გაისინჯე. ვითომ დამრჩა სპეციალურად. ხო იცით როგორ მიყვარს ამის წვალება. არა და ელოდებოდა როგორ ელოდებოდა. როგორ ელოდებოდა? მე დამავალა ნასკები. ლაშასთვის დაუვალებია ბუცები. უყურე რა. ანუ ხო და ეხა ხო ამან ხო იცოდა რომ მე ბუცებზე არაფერი არ ვიცოდი და ხმა არ ამოუღია და დაჟე ისიც მოვატყვე რომ ის არ არის მეთქი ანუ ნასკები დამავიწყდებით და ესე მოსდის ხოლმე არა უშავლე 33 აქ ფეხის ზომა და ესე თვალი ზომით წამოვიღე 34 ოიმე მარჯვენაში მარცხენა ჩა დროზე გავაგზელო ჩაიცი არა უშავლა მოგწამ დაგიგე გაიხადები ახლა შა რა შულო არა ცხელა მაგით უფრო ვერ ჩაიცმე ხელინას კი არ არის ვერ ჩაიც არა არ გინდა დაიცადე აი ეს ხელინას კი გავრეცხე ოღონდ ცალი არ ვიცი ხო აქ არის აჰა აი ეს ჩაიცი ექსველი იქნება ეს ჩაიცი ეს ჩაყავისი ნახოთ როგორ ექნება იმედი არა აქ პატარა პრინციპში ამაზე დიდი არ იყოს და 14 იყო ყველაზე დიდი ამაზე დიდი არ არის ხო ანუ სადაც ვიყიდეთ ეს ზომები კაია ნამდვილად კარგია თუ გიჭერს ნუ პაგაძის მგელივით არ გამოყარეთ გატკენს, tkens და ეხლა ცოტა შეიძლება გაიწიოს.
აქ თითი არა აქ ბოლომდე. თითი სადაა, აი? დადია ბა? ის ერბილია ეს გაიწევს. აია. კენს. ცოტა ხოია მაშინ. ცოტა ხო. საგზებო შვილი. ნუ ერთი გაიარ გამოიარა და შეიძლება კარგად გქონდეს. მოღოდის ნასკი, იქ არა გაქვთ ხელი ნასკი. თეთრი აქვს და გასასვლელი. მომეც მოკლედ გაიხადე ეგა. ამას გავაკეთე და ხვალ ჩაიცვი. ნასკები რო გაშირო. რა ვიცი, ერთადერთი რისი ისიც მინდა. იოანეს მოსვლა რომ ესენი გავასინჯო. ეხლა მოვიდა ლაშა და ეხლა მოიტანა ეს ყველაფერი მანქანაში ეტა. კიდე კაი 33-ები არ წამოვიღე. ძალიან ერთი ბეწოები. ესენიც პატარები ჩანდა და მე თქვა კარგად. პატარები ჩანდა. ძალიან ბევრი რაღაცა დავაუთოვე და აი ეს რასაც ხედავთ, ყველაფერი თოკზე რო არ დამეტია სად გავფინე იმასავით. ხო და ეხლა ისინი დავკრიფო, იმიტომ რომ სხვა გაირეჩხა უკვე. და სხვები უნდა შევყარო, რა მე მგონი გამექცევა საკეს სარეცხი მანქანა. ცოტა დავასუსტე. და ეს სწორად ხავშები? არ ვიცი ნინო, გამოვაძრე ახლა ახლიდან არ გავუკეთებ იცოდე და ეგრევე ჩავდე პარკში და შევინახო. ამაც. აჰა. ის მზადაა. წაიღე შენი ნასკები და ეგეც და დააბინავე. აი ესეც ვარი. უფ, უმაგრესი. არა და ელოდებოდი არა სადღაცას რო იქნებოდა, მაგრამ რო არ იყო, ერთ ამბობს რო უნდოდა, ან სად არის საერთოდ რაც დაავალა. Ja, piki არ აღი და უცლარი ღი და იმ ქეციანი ბუცები. წინაზე ის ტავტები რომ იყიდა, ხო იცი მამა? საერთოდ რო არ ჩამიცვი. საერთოდ რატო არ შეგიცვი? რო არასდროს არ მიცვი. ტაპკები? რა ტაპკები? როდის კი? აი რაღაც. სად არის? რო იქ არის საფულისებში, თქვენ ოთახში. მართლა. რა ტაპკები? ფეხბურთისთვის რომ იყიდა. და რატო არ აღწმია? არ არის ბარბარის ბუტასე ვიდეო მარტო. არ გინს ბარბარის ბუტასე. წადი ერთი ნახე მიდი. ერთი არა ყოფილა. აცო ერთი წითლიანი მეგიყიდე თეთრები გაცვია. რაღა ტაპკები ან რატო არ გაცვია? რა ვიცი მე უთხარი არ შეიცვალა. ვერ არის. თუ ხონდა ახლა მას რაღაცა უყიდულობ. წვანე უნდა და ოღონდ. მამა არ დასთხოვას რომ შეესაბამება. აი ნინო სასაკის რო ვიყავი ესენი მეც მინდოდა რომ მქონოდა. და არ მქონდა. ბურთი მქონდა. და ხარადებს გამახსენდა სადაცაა იქით რა. გამოვიდა. არ მინდა რა თქმა უნდა რომ ამოიტანო. წაიღე ესენი დააბინავე. ხედი. შეიტანე იქნას ეს ყველაფერი. მე ესენი დავაბინავთ. ხაბარდა. ამასობაში ყავა მოვიტანე და დავიდიოთ ერთად. აი ეს ისენ დღეს ყვავილები მოვწყე, ორი დღეა, უნდა მოვწყა და სულ მოვიწყდება. რო მოვწყა ყვავილები. მიქი როგორ. ხო და წეღან მოვწყი და ამოისუნთქეს. ეი მოდუთმულია მთელი ის შიგჩამევარი. ესეც საღამო ხანი. დაახლოებით კი რა საათი ნახოთ. 8:20 წუთი. გავიდა რა. ეხა იქ რო ვზივარ, მოდის ძალიან მაგარი ისა, ალაფრანის სუნი. აი იქ სვეკიდა სარეცხი როგორცაც და ისა. გადავკიდე ხა რო ხელს მიშლიდა და ამ სუნზე ვგიჟდები. ეხაც ეგეთ თეთრები მაქვს შეყრილი გამოვიყო. და სავარაუდოდ ამების დაუთოება სულ მოვასწრებ. არა, ეხლა ვფიქრდები, ძირითადად ბარბარესთვის მაქვს ნაყიდი, ეს შეხედეთ, შორტების სითეთრეს უყურეთ იქ რო კიდე.
ან ერთი ცისფერია, ორი ქათქათა ფითქინა თეთრი და ეხლა რომ ალაფრანში გავრეცხე, ისეთ თეთრია რომ რა იყოს და აი მე ნეტ არ მინდა რომ მოვალთ იქნა თქვას რომ აღარ მინდა თუ სულ ძალით წება უნდა დავჩავასხა და ამოვალთ ხო სავარაუდოდ იქ იმას წავიღებ სარწმუნოების რა იცი რა დროს რა დამწვიდეს არა მართლა ხუმრობის გარეშე ვამბობ აი მე და იმიტომ რომ რავია ბა რაფე დაისხას და ხა ბევრი არ მიმაქვს სამი შარვალია და სამი უბკა აქ მე მგონი და ამოურედი გაჩრდება რა ესეც ესე წეგან წეგან ნახე კომენტარი გუშინდელ ვიდეოზე გვიან რომ დავდე სამეფო უბნის თეატრზე რომ ვლაპარაკობ და ზოგადად მსგავს თემაზე აი მსგავსი მიმართულებით სადაც ცოტათი რელიგიაურებიან რაღაცა ველოდები ხოლმე ესეთ პასუხებს ესეთ კომენტარებს და კი დაიგვიანა მაგრამ გამოჩნდა ანუ რომ ვამბობ რომ რატო იქ არ ვიყავ ერთ თავი მერტყმეინებინა სულზედ დავაფარებდი მეთქი რა და გამოჩნდა კომენტარი ერთ-ერთი კომენტარი არ წამიშლი არაფერი აზრი არის ესეთი არაძალადობას ანუ ეგ გამართლებულია ძალადობრივი ვითო რომ მოკლედ ანუ დავავიწყდა როგორ აწებია მაგრამ ნახავთ რა გადადით ნახეთ რომ რანაირად აწერია მოიცა გადავიმეორო მოვალე ნახე და ვერ ნახე რატო წეღან ვერ დავსკრინე ვეღარ ნახე სავარაუდოდ წაშლილია ოღონდ წაშლის უფლება მარტო მე მაქვს და თვითონ კომენტარის ავტორს და სავარაუდოდ თვითონ წაშალი კი დაიცი როგორ თქვა ჩაკოლავდითო ანუო ესი ამბობ არაო აიო და არამედ ჩაკოლო არ მithქვია მეთქი თუმცაღა კი არიან და იქ რო ყოფილიყავი თავზე დავაფარებდი მეთქი იმ თავის რეკვიზიტებიან ყველაფრიანად თქო და რაც შეეხება მეთქი იმ გეი არსებობას და რაღაც არსებობნა კაც ყველას აქვს ცხოვრების უფლება და რაღაცა მაგრამ როდესაც გადმომიშლი იმას რომ შენი ორიენტაცია არის ნორმა და ჩემი შვილები და ზოგადად ყველა შვილები უნდა გაიზარდნენ იმ გაგებით რომ ესენი არსებობენ უნდა იარსებონ თავის ხარ დაიხოცავენ უნდა იარსებონ მაგრამ რომ მინორმალიზირებ იმას რაც არ არის ნორმა და ჩემი შვილი უნდა გაიზარდოს იმ გაგებით რომ შეიძლება ქუჩაში შეხვდეს კაცი და ერთად და ეს ანუ ეს ნორმაა ანუ არ ვეხებით ხო როდესაც თავისთვის ცხოვრობენ რაღაცა როდესაც სახეში გვაფარებენ და გვაზელავენ ამას რომ ეს ყველაფერი ნორმაა მაგ შემთხვევაში როდესაც აგრესიას იღებენ მაშინ ახსენდებათ უი როგორ შეიძლება ბულინგი აგრესია აი ზუსტადაც აგრესია კი არა და დასჯარო არ არსებობს ეგეთი ხალხის იმიტო არიან რომ ჩვენ კი არა რელიგიას წამოასხდნენ თავზე რელიგიას ვერაფერს ვერ დაუშავებენ ვინც ოდნავ გაყრით მაინც ის ისტორია საიდან მოვიდა და საიდან დაიწყო და რას გაუძლო ესენი რამეს დაუშავებენ უბრალოდ ამაში ყველაზე ცუდი ის არის რომ ადამიანს რომელსაც პატარათი ცდილობს ეკლესიას დაუკავშირდეს პატარათი ცდილობს რაღაცა რწმენა იქონიოს ამით უნადგურებენ ყველაფერს და ხო იმასაც შეეხო რომ რატო იმაზე არ ამბობ მამაოებზეო რატო არ ამბობ ეგეთ რაღაცეებსო რა ესეთები და ისეთები რო არიანო და მაგაზეც დავკომენტარე და აქაც ვიტყვი ეხლა რო ყოფილიყო დავსკრინავდი და სკრინს განახებდით მამაოებზე არანაირი უფლება არ მაქვს რომ რამე ვთქვა თუმცა მეც მინახია მეც გამიგია თუ რა და როგორ და რანაირად ეშლებათ და ბევრ თქვენგანს გაუგია მაგრამ მე არანაირი უფლება არ მაქვს რომ მე მათზე რამე ვთქვა და განვსაჯო იმიტომ რომ ეს ადამიანი როდესაც ამ სფეროში არის ეს ღვთის განგებით არის და ღმერთმა ისურვა რომ ესა ყოფილიყო აშავებს თუ არ აშავებს ის იმიტომ აი იქ რომ იქ უნდა იყოს და თუ დააშავებს და თუ აშავებს ჩემზე უკეთ მოგკითხავე პასუხს აი ხარ მე იცი რატო ჯერ ზოგადად განკითხვა ხო ვიცით რაც არის და როგორც არის და ყველანი ვდგავთ მაგაში ფეხს მაგრამ როდესაც სასულიერო პირს ეხები
ეს ასმაგად დიდი ცოდვაა და არაფრით არ შეიძლება. ხო და ესეთი კომენტარი ძალიან ხშირია ხოლმე და სხვა შორის თვითონ თემა თუნდოდათ ხოლმე ერთხელ რომ მაგაზე ჩამეწერა, ანუ მამაო რო დადის ჯიპით, მამაო რო დადის ისე, მამაო მესე გააკეთა, მამაო მისე გააკეთა, მაგრამ არ ჩანან ის მამაოები, ვინც არ დადის ჯიპით, ვინც დადის ფეხშიშველი და ვინც, რა ვიცი, კილომეტრებს გადის, რომ წირვა ჩაატაროს ფეხით და რა ვიცი. თუ წავდეს ის ჯიპი რა მეწაბართვა? ანუ მე მაგ თემას არ შევეხები არასოდეს, არ განვსჯი ვის რა და როგორ და რანაირად აქვს. იმიტომ რომ ჩემზე უკეთ თვითონ იცის ღმერთმა რაც უნდა გააკეთოს. ხო და ესეთი მსგავსი კომენტარები რო ახოლმე და რაღაცა უკვე მეცინება. ადრე ძალიან ნერვიულობდი ხოლმე, აი ძალიან ნერვიულობდი ხოლმე რომ აუ მეთქი ხარ, აუპასუხო. თუ არ მინდა ხოლმე რომ ისე უთხრა რომ ეწყინოს და ახლა თან როგორ დავაიმედო რომ მე მამაოებზე ვიდეოს ჩავდ. მე მივხვდი რომ ესეთი თემები, ესეთი კითხვები სპეციალურად ჩდება ხოლმე და სასაცილოა უბრალოდ რა, რომ იმაზე იყო განრისხებული რომ თურმე ზედ და აუ რა ვთქვი წეღარ რა სიტყვა ვთქვი. ჩაქოლავდი. ჩაქოლავდი არა, რატო იმაზე არაფერს არ ამბობ, ანუ რა დასის წევრი ხარ? შენ გახსენი ის ფარდა თუ შენ დაკეთე? რატო დაგეწვა? ეგრეა, არა. და კიდე ნინო მომწერა, რომ ესენი ვინც მონაწილეობენ, როგორი ხალხი შთამომავლები ყოფილან. ვინც იცოდა რა იყო თეატრი, რა იყო კულტურა, რა იყო ხელოვნება, ალბათ საფლავში ტრიალებენ, რომ გაიგებენ, რომ ჩემი შვილთაშვილი და შვილიშვილი ეს დღეში არიან. არ ვიცი. გამიცივდა. ხო და ის კომენტარი ვეღარ ვნახე და აბა რა ვიცი, თუ თქვენ ნახავთ, თუ არა და ფაქტია არ არის. წაველი ახლა, გავაგზელო ჩემი უთო ჩავრთა. დაქირავებული სიყვარულიც მივრთა და მოჩა. ამაღამ უნდა დავხატო ერთი საროჭკა კიდე დაგვიანებულზე. ივანეს მეგობრის საროჭკა არის. მიუხედავად იმისა, რომ всё დავამთავრე და ბევრი გავუშვი უკან, ისედაც ვიცოდი, რომ ეს ბავშვი მომიტანდა საროჭკას და ანუ რიგ გარეშე იჯდა რა, ცეკვის ჯგუფელია და ამთავრებს ასე რომ სავარაუდოდ ეხლა ცეკვიდა რომ მომიტანს და ამაღა მაგის დახატოც მიმიწევს. კარგ დროს გავაჩერე საროჭკები, იმიტომ რომ კარგად მოვასწარი ყველაფერი. თითქმის გავედი ბოლოში და თან ვაუთოვებ და თან ვაბინავებ და რაც თურქეთში უნდა წავიდო, იმებს არ ვაუთოვებ, უბრალოდ ვკეცავ. ამ ყველაფერს რომ მოვხსდეს, ყველაფერს დავაბინავებ, მე გადმოვალაგებ იმას და всё, ესენი მიგვაქვს, ჩაალაგე, დამთავრდა. აღარ გავხსნი. ორ შაბათს უნდა ჩავალაგო და დავამთავრე. ან ორ შაბათს, ან სამ შაბათს ფრჩხილები უნდა გავიკეთოთ მე და ბარბარემ სახში. ჯერ ბარბარეს გავუკეთებ და დაველოდებ ერთი დღე თუ არასდროს. წავედი მოკლედ აბახი და აბახო